მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მის სამყარო კონსტანტინე ჯაბარიძე გახლავართ. დღეს ისევ ვიმყოფებით მარჯანიშვილის თეატრში, პირველად ვიყავით რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ჩავწერეთ ალბათ ანგლიკა ქობულაძე, როგორც გივისახარულზე იყო და ისევრი ქალი. და ეხლა უკვე მეორედ ძალიან საინტერესო ადამიანთან ვართ სტუმრად, ბატონ ნოდარ დოღონაძესთან მოგესალმებით. პირველ რიგში. მადლობა რომ დაგხვდით გადაცემაზე, თქვენი დაბეგიდან გამომდინარე. მადლობა თქვენ. ვიცი რომ სულ თეატრში ხართ და აი მინდა პირველი კითხვით გადმოვიდე თქვენთან. რა არის თქვენთვის თეატრი და რას ამბობს ის თქვენთვის? თეატრი ჩემთვის არის რაც ყველაფერი, ცხოვრება. ჩემი ცხოვრება 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და უკვე ისე მაქვს შესაძლებელი რომ რა ვიცი ყველაფერი სიტყვები არ არსებობს და მიწაზე რომ თქვა რა არის ჩემთვის თეატრი. აი რომ უსასრულობა ყველაფერი აბსოლუტურად. აი შემოდიხართ თეატრში, შემოდიხართ პირველ რიგში საგრემიოროში და შემდეგ გადიხართ სცენაზე უკვე ხალხის პირისპირ. აი გამოვიყენე. როგორ აი არის განსხვავება საგრემიოროსა და თეატრში სცენას შორის რაიმე განსხვავება? როგორ არ არის საგრემიოროში ჯერ თავიდანვე ეზოდან იწყება რომ შემოდიხარ უკვე განწყობას იქმნი სპექტაკლისთვის რა იქიდან ეზოდან შემოდიხარ ფიქრები აბა კოსტიუმი ხო არის დაგიდებული აბა რა იქ რა არის რეკვიზიტი მე შემოდიხარ საგრემიოროში და მემზადები იცმევ სპექტაკლის კოსტიუმს და პატარა გრიმის, ტონს აიდებ და გახვალ და სცენაზე უკვე კულისიდან ემზადები და იქ სხვა სამყაროში შედიხარ. აი, ნოდარ, პირველად როდესაც გამოდადებ ის სცენაზე. აი, როგორი განცდა გქონდა, ნერულობდი? ხო, დღესაც ნერვიულობ, როცა პრემიერაზე გავდივარ, ყველა პრემიერაზე აბსოლუტურად. აი, ამდენ ხანია თეატრში ხარ და მაინც აბა, ეგ ეგრეა. ყველა პრემიერა რამდენი წელსაც არ უნდა 100 წლის რო იყო და გადიოდი, მაინც ნერვიულობ. მეგეთი ამბავი ჭირს ამ პროფესიას. მოდი, ჩვენ სანამ დავიწყებთ ჩაწერას, მითხარი რომ გვერდით არის გივი ვერიკაშვილის კი, საგრემიორო. კი, იქ ალბათ ვერიკოსი გივის გვერდით უთარმავენ თუქცეს და ეს. შენთვის პირადად როგორც ყველა შენი კოლეგისთვის ალბათ უდიდეს პასუხისმგებლობა რომ თქვენ შენ პირადად თქვენ კიდევ ну აი ამ დიდებული ადამიანების საგრემიოროში შემოდიხართ. კი, აბარა პატივისცემა და ახსოვს სულ ყველა სამწუხარო სცენაზე ამდგარ ვარ მათთან ერთად, მაგრამ აქ ხდებოდი ზოგჯერ აი მაგ დიდ უმბერაზე მსახიობი და ბევრი რამეს ვისწავლე მაგაზე და კარგია. სამწუხაროა რომ თოცხლები აღარ არიან. სამაგიეროდ დაგიტოვეს თეატრს და თქვენს დას დაგიტოვეს ის დიდი რამ რაც არის რწმენა და ნიჭიერება. კი, აბარა დაგვიტოვეს რომელია. ძალიან დიდი საგანძური დატოვეს. ჩემს მერეც რო გაყვებათ მომავალ თაობას მის იქნება. მინდა კითხო, გადავიდე თემით, უკვე ცოტა უკან დაუბრუნდეთ წლებით უკან და შეგეკითხები ასეთ რამეს. შენი ბავშვობაში პირველი და ბოლო გადაწყვეტილება იყო შენი თეატრი თუ ქონდა მანამდე აი რო ბავშვებმა რო იციან ეს მინდა გამოვიდე ის უნდა გამოვიდე. არა. როგორ იყო შენი საქმე? არაფერი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ეგრე განსაკუთრებულად რამე მინდა გამოსულიყავი არ მქონდა. არ ქონდა გადაწყვეტილი. არა. რაღაცა მერე დავამართა რას თინეიჯერობის ასაკიდან. რომ მინდა მსახიობად კინო რო ვნახე ტელევიზორში მეც მინდა მეთქე ის დავიყო. ასე წამოვიდა და აი შენში შემოვიდა თეატრი რასაც. კი, თეატრის და კინოც ორივე. კი, აი კინო ახსენე და მინდა რომ ქერჩსაც დაგიწვა ერთი. კი ბატონო. როგორ აღმოჩნდი ქერჩი? არა, ჩვეულებრივად ტიფლისი გადავიღეთ და იგივე რეჟისორი იღებ და ქერჩსაც და დამიძახა რომ ერთ-ერთ როლზე რა და იქ ეს ჩვეულებრივად. როგორი იყო მუშაობის პროცესი ქერჩში თუნდაც ტიფლისში რამე ისე აი როგორ არის თუ არა იმ სერიალში ასე ვთქვათ ისეთი ეპიზოდი რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა და ვერასოდეს საშლი შენი კონებიდან. არა, ეგრე მარტო ერთი არ არის, ბევრი ეპიზოდებია რომელიც ძალიან დამახსოვრდა და მახსოვს, ყველა კარგად თან რა ვიცი რომელი მოყვება გავიხსენ. რა ერთი ხონდა.
კი გომბორზე ვიღებდით ერთ სცენას, ეს კარგი სცენა იყო, ღამის 3 საათი იყო და -7 გრადუსი. ყინვა და გომბორი ეხა რაღაცა ცივი ადგილი. ცივი იყო და კი მართლა, იმიტომ რომ ხელები და სახე ყინვამ დამიწვა რა. ტელეგრამი გადაღება მქონდა და უნდა ყველავარი გვეჭველი. და ცოტა ჩარტმეს უფლება სამხასხებნია გომორჩებით მერე არა და მაგარი სიცივია ვიცი ცოტა რა რომ გავთქვეთ ცოტა ჯიგრულა არა და ესე გვაწამეს დამეწვა ხელების ოღონ მართლა და სახეთ მე ესე ყინვას თუ ეგრეთი დაწვაცოდნია მე არ ვიცოდი რა მეორე დღეს კი შემეშინა კი რა არის თქო არაფერი ვიცისო ყინვა გადამივიდა ზაგარი მქონდა უკვე შეოლებ გადავიღეთ როგორც იქნა და აი დილის 7-ის ნახევრისკენ მოვჭიდდა ერთხელ ლევან ახლა ჩავარტყა უეჭველე გავიხინეთ და კონიაკის უქონდა სულ არგი და ჩავარტყი ის და კარგად მახსენდება იყო სიცივე მაგრამ კარგი სცენები იყო ბევრს ვიცინოთ და ზუსტად არ მახსოვს მე გადაღების პროცესის დროს მათ შორის იყო გოგა ბარბაკაძეც კი გოგა ბარბაკაძეც კი მაგ სცენაში იქ იყო კი მოვიგითხოთ გოგა ძალიან დიდი სიყვარული გამარჯობა დურო ეს პანიკის გარეშე არის სერიალი იქიდან დაუძახე ხა დურმიშ განიქვია იქ გოგას და დურო და ჩვენი საყვარელი პერსონაჟი შუახალაკიდან დათო კი ერთი ორი წელიც მაცადე დავყიდი მახატებს და წავა კი ბატონო მაგრამ ვერ წავიდა საერთოდ არცხატო არის მე ხო ირაკი აშაყირებდა ჩვენი უთარი და როგორი ურთიერთობა გაქვს აი საზოგადოებასთან ასე ვთქვათ რატო გეკითხები და რა კონტექსტში რო გადიხარ თეატრიდან გარეთ ქუჩაში ხსნობს ხალხი მოდიან გეხვევიან კი დადებითი ყველა რა დადებითი ემოციით კი მეც ეგრე ვხდები შეიძლება ძალიან მიხარია ისე ძალიან ვერ გამოვხატა მწვენია ცოტა მაგრამ კი ხდება როგორი არის რეალურ ცხოვრებაში ნოტარი რა ჩვეულები ანუ სცენაზე შენ რომელიმე შენს პერსონაჟს დაუკავშირებდი შენ თავს არა არც ეს ეგ ყველა პერსონაჟი ესეთია რაღაც შეიძლება დეტალები იყოს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ როგორც ესეთი აი რა ვერც ეს პერსონაჟი ისეთი ვარ რა უფრო ჩემთვის 7-იც მარი ასე ვთქვათ სკუჩნად ხო ეს ნოდარ რომელიმე სპექტაკლი იყო ისეთი რომელიც რა თქმა უნდა ემოციურად დადვირთული რომელიც დღემდე გახსოვს ლამაზად გახსოვს და იმ სპექტაკლს თუნდაც რო იხსენებ აი ბედნიერება მოაქვს შენთვის დღემდე თუ იყო ეგეთ სპექტაკლი შეიძლება რა ბანალურად ნათქვამად გამომივიდეს ან ჩათვალო მაგრამ როგორ გითხრა რა სპექტაკლებში ვთამაშობ აი ყველა სპექტაკლი ემოციას იძლევა ჩემში რა აბსოლუტურად ისე მომწონს და მიყვარს ეგ პროფესია რომ როლს არ ვანსხვავებ ყველა როლის ნაირად შემოგვიყვარს რომელიმე ფილმი სერიალია თერჩი ასევე ტიპის მაგრამ ფილმში რომელ ფილმს გამოაჩინე ფილმში არ მაქვს ნათამაში უფრო სერიალებში მაქვს ფილმი ერთი რაც მაქვს ნათამაშები სრულმეტრაჟიანში აი ვიდეო და მატარებელი რა ეგ არის ჩემი სრულმეტრაჟიანი ფილმი ვიდეო და მატარებელში ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ცხონებული რამაშხება კი რა მანდ გავიცან ყველა იგი მაგ ფილმის გადაღებაზე ვიყავ უბედნიერეს ადამიანი ცხონებული ბატონ კახიდან რა ვიწყე კი ბატონ კახის უშუალო შეხება მქონდა რა სცენა მქონდა და იქ ერთი 4 დუბლი გავაფუჭები მეცინებოდა კახი რომ აგრება ეს თავზე და გულის გადაფარა ცხონებული შენგელაია გიორგი მომზევდა მოკლა 4 დუბლი გამიფუჭდა და ეხუთე გადავიღეთ როგორც იქ მაინც მეცინება მაგრამ შევიკავე მაგას ნუ ფილმი ეგ იყო ხო კი ადრე იყო ძალიან 18-13 წლის ვიყავი ხო მესამე კურსი კი ბატონი გოგი ხარაბაძე იღებდა გალაქტიონზე ფილმს თვითონ თამაშობდა გალაქტიონზე იქ პატარა ეპიზოდია პირველი ფილმი ეგ იყო ჩემი რა
თხა მომყავდა ეს რაღაცა კუბო მოგონა ჩემს უგან და მე წინ თხას მივაცრებდი და მაინც მატორს ვიტყოდნენ თხა ჯიქდებოდა და სტოპს ვიტყოდნენ დარბოდა ვირვაჩერებდი ასე თქვა თხა ჯორდებოდა ო მაგრა აი გადაღების დრო ჯორდებოდა იმენა მაგრა აი მაგრეჩი ზალით მოვაცრებდი რა გადაღება ისე არის ისე ადიოდა რომ გადაღება ისე ასხატილი გიჟი ჩვეულებრივად ეს დავკლად ნოდა ასეთი კითხვა მინდა დაგისვა და ბოლოში პატარა ვიდეო დამატარებიდან პატარა სცენა მინდა გავითამაშოთ დემონსტრაციის მოჩი და რას აპირებ მომავალში არის შენ და რას ეთყოდი იმ ახალგაზრდებს რომლებიც აი პირველ ნაბიჯებს გავაენ სცენისკენ რასაც მომავალში რას ვაპირებ არ ვიცი ჯერ მომავალში რა ვარია და რა არის მაგრამ აუცილებლად ჩემი საქმის გაგრძელებას სანამ ცოცხალი ვიქნები. თეატრს თავს არ დაანებებ. არასოდეს. არც თეატრს და ძალიან კარგი იქნება კინოს თუ გამოჩნდება კიდე და აღორძინდება და რაღაცა მოხდება. შველება რამენაა. იგი ბატონო. ეგ ჩემთვის ეგორი პროფესია არის განუყრელი. მოგდენო და რა ჩემს ცოლს ეკალებში ვაიმეს აჩი ჩემი და არა ეს არ მევასება ამხონავას ბოდიში გიორგი მაგრამ არ ვიცი არ მევასება რა ვიცი დინება და მეორე სიტყვაზე ჩემი დედა ჩემი არ ვიცი არა ვიცი ცუდია აი საგანცხოვება თეატრსა და კინოს შორის და სერიალში რა უნდა კი შეიძლება არ ვიცი დადგას რომელიღაც რეჟისორმა რომ ეს მოუნდეს შეიძლება სიტყვაობა მაგრამ ცუდად ჩანს ჩვენი ბილსიტყვაობა შეიძლება ინგლისურად უხდებოდეს კინოს რო უყურე მაგრამ ჩვენი ენიდან გამომდინარე ისეთი უხამსი იქნება გვაქვს რომ ყურს ჭრის რა გინდა სცენიდან და გინდა ეკრანიდან რო უყურებ და ამიტომ რა შეიძლება ნაკლებად ძალიან თუ არ გჭირდება ეგ რო გამოიყენო ფილმში არ უნდა გამოიყენო და თუ გჭირდება ნუ ახლა ისე კარგად გამოიყენო რომ უხამსად არ იყოს ძალიან ბევრი რო არის ჩემი აზრით და ჩვენს დამეთანხმებით შემონოდა რომ სცენაზე ის ხარ რაც ხარ და უბრალოდ ანუ უფრო ბუნებრივი ხარ და სერიალში და ფილმში უბრალოდ სხვა როლს თამაშობ სხვა ადამიანის სახეს სხვა რამეა აბსოლუტურად კინოში სხვა რამეა სცენაში ბოლომდე იხარჯები და სცენაზე ის ერთი შანსი იქაც ხო აბა ეგ თავისთავად ბეწვის ხიდია რა როგორც დიდმა ალბაჩინომ თქვა კინო არის ბეწვის ხიდი გადიხარ მაგრამ იქ გაქვს იმის შანსი რომ თუ ჩაგიწყდა მეორე დუბლი და თავიდან დაიწყო ბეწვის ხეზე სიარული და აქ რო შედიხარ სცენაზე უნდა გაიარო და გახვიდე თორე თუ სცენა თუ ჩაგივარდა ბეწვის ხიდი ძალიან ცუდოვარებაში აღვიშტე და ზამთარში ხო აბა იქ 1000 თვალი გიყურებს რა რო რას იზავდა იქ არის აბა არსენ შენი ვაშკაცობა აბანოში გამოჩნდებაო იქ უნდა შენ ეხლა გამონდო ბიჭო ლენინ სტალინ ბერია ბიჭო სტამბერი აბა ლენინ სტამბერი ბიჭო ლენინ სტალინ ბერია და მაგისი ის მოვიდე გაზრად ეგ სახელს არ ქმნიდი მეგეთ სახელებს რა ვიცი ბიჭო ვის მაგას ეგ სახელი დაარქვა ისე დავატირე აი ესეთი გემრიელი სიცილით პატარა გათამაშებითაც და ძალიან საუკეთესო სურვილებით და ხო ძალიან მაგარი ემოცია მაპატიე მომავალთაობას ვეთქვი რომ რასაც აირჩევენ და ამ პროფესიას რო ირჩევენ აბსოლუტურად თავდაუზოგავი შრომა გჭირდებათ არ გეგონოთ რომ ეს მე დავიცინებ ხა და ეს ხვალ გონეცოდინება და ვიზამ ვერანაირად და იმიტომ რომ ასე თუ არიზავთ მე რიქ სცენაზე რო გახვალთ შეწყებით ძალიან და ყველაზე მაგრა გეწკენება და ამიტომ იშრომეთ და ყველაფერი გამოვიდა მადლობა ნოდარ ჩემო კარგო ძალიან სასიამოვნო რესპონდენტი ხარ მინდა გითხრა ლიგაში შემდეგ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემო ძმაო და მიხარია რომ ასე Facebook-ის შემდეგ ასე დავმეკობთ დავახლოთ გაიხარე კიდე ბევრჯერ უკეთესი ტექნიკით მომსული კი ასეთი შეხმატმილებულად ასე გემრიელად და სიცოცხლის და პატარა სცენის გათამაშებით თუ ვასრულებ გონდა სტუმრობას სკოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და შევხვდებით
იმენი მაქვს ძალიან მალე, სულ ახალ სტუმართან ერთად და ვინ იქნება ეს სტუმარი? ამას საიდუმლოდ დავტოვებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. მადლობა ნოდარ. მადლობა შენ. მიხარი, მიხარიც. მეც შემოგიყვი. აბა? ატევის ეტარნას.